მოგესალმებით, დღეს გვაქვს ჩვენ კიდევ ერთი პოდკასტი, რომელიც უშუალოდ ეხება თემას გრძნობები, განცდები და ემოციები და ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ ამ მნიშვნელოვანი ემოციების ფონზე. დღეს მე მინდა ვისაუბრო იმ ადამიანებზე, რომლებიც დახვდნენ გიორგის სამოთხეში. ადგილას, სადაც გიორგიმ სცადა საკუთარი ცხოვრების აწონა და პინებზე გათანაბრება, რაც ძალიან უჭირდა მთელი თავისი გამოქცევის პროცესში, ფიქრის დონეზე, განსჯის დონეზე, ამ ყველაფრის რეალურად განხორციელების დონეზე. იქ დახვდნენ ადამიანები, ბერები, რომლებიც თავიანთი სატკივარით, ჯავრითა და ტკივილნარევი სიყვარულებით იყვნენ მოსულნი და თავშეყრილნი. მათ მოუყვეს გიორგის ისეთი გარდამტეხი მათ ცხოვრებაში ძალიან ტრაგიკული ამბები, რომლის საფუძველზეც გიორგიმ თავის სიმცირე იგრძნო. იგრძნო ის თუ რას ნიშნავს ეგოისტური განწყობების გადატანა გარშემომყოფებზე. იგრძნო ის პასუხისგებლობები, რომელიც გააჩნდა გარშემომყოფთა მიმართ და იგრძნო გაგება კაცურობისა და მამაკაცურობის და ზღვარი ამ გაგების თამასა, რომ ზუსტადაც პასუხისმგებლობებზე გადის. თუმცა გიორგიმ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც თითქოს და არასწორია, მაგრამ ძალიან ადამიანურია. გიორგიმ მოისმინა ისტორია ნარკოტიკ დამოკიდებულ ადამიანზე. გიორგიმ მოისმინა ისტორია ადამიანზე, რომელიც ალკოჰოლური თრობის შედეგად ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა და გამოიწვია ოჯახის მკვლელობა. გიორგიმ მოისმინა ისტორია ადამიანზე, რომელიც უდიდესი პროფესიონალი ექიმი იყო საკუთარ საქმეში და სულ პაწაწინა შეცდომის გამო ადამიანი სიკვდილისთვის გასწირა. ამ ადამიანების ისტორიებმა გიორგიში გააჩინა შეკითხვა. მას რა განცდა ჰქონდა, მას რა სჭირდებოდა, რატომ მოვიდა საერთოდ აქ? და იყო თუ არა მისი ემოციური მდგომარეობა ღირსი იმისა, რომ ასეთი რთული წარსულის მქონე ადამიანების გარემოცვაში თანაეცხოვრა ორი თვის მანძილზე. ამ ადამიანებმა მას მისცეს საშუალება, რომ რაც შეიძლება ლაღად ყოფილიყო და სახელი სწორედ მათ შეარქვეს, გიორგი დაარქვეს, იმიტომ რომ ყველას საქართველოში გიორგი ჰქვია. ამითი ვეცადე განმეზოგადებინა მისი პერსონაჟი და ვეცადე ეს ყველა დადებითი თუ უარყოფითი განცდა დამახასიათებელი ნიშანთვისება განმეზოგადებინა ადამიანთა შორის. რამდენად გამომივიდა ეს რასაკვირველია, თქვენი მკითხველების შესაფასებელია და მე ერთი-ორად გახარებული ვარ, როდესაც ადამიანები მოდიან ჩემთან და მეუბნებიან, რომ პირველად რო წავიკითხე, ბევრი ვიტირე და ვერ გავიგე, როგორ დასრულდა. მე აუცილებლად მეორედაც წავიკითხავ და მე გაგიზიარებ კვეცივ გონებაზე. მოდიან ადამიანები და მეუბნებიან, რომ ჩემზე დაწერე? მე ორჯერ წავიკითხე, ჩემზე ეწერა. მოდიან და მეუბნებიან, მე ნატა ვარ და რა კარგად გადაწყვიტე ნატას ამბავი, როგორი პრაგმატული აღმოჩნდა ნატა, იქნებ მეც შევძლო ასე. მოდიან და მეუბნებიან, არც ცხენია ელენეს, როგორ ანგრევს ამდენი წლის ნაშენებ, რუტინულად ნაშენებ ოჯახს. მე აუცილებლად მას რჩევას მივცემდი. მე მიხარია ეს, ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ გამოდის, რომ ის მიზანი, რაც მე მქონდა, ეგოისტური მიზანი. თითოეულ ადამიანს ეგრძნო საკუთარი თავი პერსონაჟებში მიღწეული მაქვს და ძალიან მიხარია. და დავამატე სიყვარულის, სიცოცხლისთვის. რადგან ვიცით, რომ ბედნიერება ეს მუდმივი მდგომარეობა არ არის.
პატარ-პატარა ფრაგმენტებისგან შედგება, აი ბევრი ბედნიერების ფრაგმენტებისთვის დავამატე სამაგიდე თამაში, რომლის ინსპირაციაც უძველესი ფლირტიდან მოდის და თავის დროზე მას ფლირტიც და ყვავილნარიც ერქვა, ახლა თუთისურნელი დავარქვი. ფორმატი ავიღე ეს და ნაწარმოების მიხედვით პირდაპირ თავები არის მინიშნებად მოცემული თავისი ფრაზებით, თავისი პასუხებით, კითხვებით, თავისი მეტაფორული გადატანითი ღირებულებებით. და მინდა რომ თითოეულმა ადამიანმა, რომელიც შეიგრძნობს იმ ემოციას, რასაც სიყვარული ჰქვია, ღმერთმა ბევრ ადამიანს აგრძნობინოს ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ბევრი შეცდომა დააშვებინოს. იმისთვის რომ ჩათვალოს, რომ იცხოვრა და ზუსტადაც თავარი მესიჯი, სიცოცხლე და ცხოვრება დაამთხვიოს ერთმანეთს. მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ პოდკასტამდე გემშვიდობებით.